ვუყურებთ, მაგრამ ვერ ვხედავთ. ვამჩნევთ, მაგრამ ვერ იდებით. ვპირდებით, მაგრამ გვავიწყდება. დროა შევიცვალოთ მენტალობა. დროა გავიგოთ მათზე მეტი და ვუთხრათ, ჩვენ აქ ვართ. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ჩვენ აქ ვართ, მე ნინო ვარ მეუნარგია. 20 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით თურქეთში, სტამბულში გაიმართება ფესტივალი სახელწოდებით მომღიმარი ბავშვები და ამ ფესტივალზე არაერთი ქვეყნიდან ჩადიან შეზღუდული შესაძლებლობების ეგრეთ წოდებული შშმ ბავშვები და მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოდანაც მიემგზავრებიან. დღეს ჩემი გადაცემის სტუმრები ბრძანდებიან ბავშვების მშობლები, ქალბატონი მზია ჯანიაშვილი, ქალბატონი ლუიზა გაბაიძე უკაცრავად და ქალბატონი მზია ქველაძე, რომელიც ბრძანდება არასამთავრობო ორგანიზაცია იმედით გამოწვდილი ხელები თავმჯდომარე. დიდი მადლობა ქალბატონებო სტუდიაში მობრძანებისთვის. მე ვიცი, რომ ძალიან საინტერესო გადაცემა გველოდება წინ. მსმენელს მინდა შევახსენოთ ჩვენი საკონტაქტო ნომრები 2921188 2921189 დაგვირეკეთ თქვენი მოსაზრება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ქალბატონო ლუიზა, მინდა დავიწყოთ თქვენით. თქვენ უკვე მეორეჯერ მიემგზავრებით ამ ფესტივალზე. ლიკა არის 23 წლის და ის მაყურებლის წინაშე წარსდება საცეკვაო ნომრით. მე მაინტერესებს როგორია მომზადების პროცესი, თვითონ ბავშვის განწყობა როგორია და ზოგადად რა ხდება ამ ფესტივალზე, თქვენ საკმაოდ ინფორმირებული ხართ. კარგი. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა რომ ყურადღება გაამახვილეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. ვინაიდან ჩვენ ამ გარფუფუნებებს ჩვენს ქვეყანაში მაინც და მაინც არა ვართ შეშვეული და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებაზე მოხვედრა. გასულ წელს 13-დან 17 აპრილის ჩართვლით ჩვენ ვიყავით ამ ფესტივალზე, რომელსაც ქვია მომღიმარი ბავშვები და რომელსაც ატარებს თურქეთში სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების კლუბი. ეს იყო მე-9 ფესტივალი რიგით. ფესტივალზე წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის შეზღუდული შესაძლებლობის პირი ბავშვები. არიან წარმოდგენილი ცეკვით, ხატვით, მუსიკით. ჩვენ გასულ წელს ვიყავით ძმები თორნიკე და ცოტნე, ლიკა და ლევანი. პურაბელიძე, დიახ, ისინი მღეროდნენ, ლიკა და ლევანი გოცაძე ცეკვდნენ ქართულს. ამ ფესტივალის შესახებ მე მინდა აღვნიშნო, მე იმიტომ საუბრობ, რომ ლიკას აქვს მეტყველების პრობლემა წინააღმდეგ შემთხვევაში დარღვეული აქვს, ისიც საუბრობდა იმდენად კარგი ემოციის ქვეშ იყო იმ ფესტივალის შემდეგ. რაც შეეხება მომზადების პროცესს. ვინ არის პედაგოგი? ლიკას პედაგოგი ამჟამად არის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ქალბატონი ქეთევან სახვაძე. და გასულ წელს ფესტივალის შემდეგ მთელი წელი ბავშვი ელოდებოდა ისევ ამ ფესტივალს. იყო ძალიან დიდი мотиваცია იმის, რომ ახალი ნომერი ესწავლა, ახალი ცეკვა შეესრულებინა და მართლა ძალიან დადებითი ემოციები აიქ. იმდენად ბედნიერები არიან, რომ მართლა იქ გახდება. ამჟამადაც ქართული ცეკვით წარსდება. ეხლა აჭარული. აჭარული, და მარტო ცეკვებს მარტო. ესა მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ თუ კი იქნება კეთილი ნება ხელისუფლების მხრიდან და გარემო ადაპტირებული და მორგებული ამ ბავშვებზე, მართლა აღარ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები. იმდენად მრავალფეროვანი იყო ფესტივალი, რომ ის ფაქტი, რომ აქ არიან შეზღუდული შესაძლებლობის პირები, აღარ არსებობს და ძალიან კარგი იქნება თუ მსგავსი ღონისძიებები ჩვენს ქვეყანაშიც ჩატარდება. გეთანხმებით ნამდვილად, ქალბატონო მზია, მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ზოგადად, რასაკვირველია თქვენ პირველად მიემგზავრებით, მაგრამ ინფორმაცია გაქვთ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში ბავშვების მონაწილეობა, რასაკვირველია, საუბარია ამჟამად კონკრეტულად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე. თქვენი ანანო 15 წლის არის, საზოგადოებამ ის უკვე გაიცნო და მას ჩააქვს არაჩვეულებრივი თეთრი ვარდები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდ მოწონებას დაიმსახურებს. როგორია ამჟამად მისი ემოციური მდგომარეობა, ვინ არის პედაგოგი, როგორია თქვენი მოლოდინი, თქვენ ხომ პირველად მიემგზავრებით? კი, მოლოდინი ძალიან დიდი გვაქვს, იმიტომ რომ ბავშვი თვითონ შეზღუდული შესაძლებლობის არის, გონებრივი ჩამორჩენილობა გვაქვს, მაგრამ მეტყველება გვაქვს ძალიან კარგი. აქვს ძალიან კარგი სმენა.
2 წლის ასაკში შევამჩნიე ეს ამბავს პირველად იმღერა ანრი ჯოხაძის უფლება და იმის მერე ფონოგრამაზე ჩაურთეთ სხვადასხვა სიმღერები და აბსოლუტურად ყველა იმღერა. მერე უფრო გაურთულეთ უცხოური იმღერა და რა ვიცი, აი ესე როდესაც ბავშვი ნიჭიერი არ აქვს, მე მგონი მნიშვნელობა დამეთანხმებით ის შეზღუდული შესაძლებლობის არის თუ ამას უფრო კოპირების უნარი აღმოაჩნდა, ანუ აკოპირებს. ეს დიდი ტალანტია მინდა გითხრათ. აი ის რო არის რა ქვია 80-იან წლებში რო იმღერეს მსოფლიო ვარსკვლავებმა სიმღერები იმას ზუსტად ისე ანალოგიურად აკოპირებს კაცის ხმაზე მღერის დაბალ რეგისტრში ქალის ხმას ეს ბავშვი საკმაოდ ნიჭიერი და რაც შეეხება პედაგოგს პედაგოგი მე თვითონ ვარ იმიტომ რომ მე ვოკალისტი ვარ მესამე მუსიკალური მაგ დამთავრებული ვოკალის განხრით და მე თვითონ ვამზადებ ბავშვს ეს იგი ანანო მღერის 2 წლიდან კი 2 წლიდან აბსოლუტურად ყველაფერს ზუსტად აკოპირებს და რაც შეეხება თეთრ ვარდებს რატომ თეთრი ვარდები თავიდან გადავწყვიტეთ რომ გვემღერა ბარბარა სტრეიზანდის სიმღერა ხო მაგრამ მე გადავწყვიტეთ რატომღაც ეხლა ძალიან ბევრი მეგობარი მყავს მომღერლები იმათმა რატომღაც ამოირჩიეს რომ ქართული ჯობიაო ვიდრე ინგლისური და ნაციონალურია მაინც და ასე ჩავთვალეთ რომ ვარდებს უფრო ძალიან კარგად მღერის სიტყვებითაც კი როგორია მისი განწყობა როგორ გითხრათ ეხლა რასაც დაინახავს ძალიან უხარია და ეხლა რასაც ვეუბნები ნაკლები ემოცია აქვს ხო აი ხედველობითი საკ ხო გაზიარებულია ეს რა მაინტერესებს ფაქტია რომ თქვენ მიემგზავრებით ფესტივალზე და ძალიან დიდი მაყურებელი დაგხვდებათ ხო და რამდენად არის მომზადებული ბავშვი ეხლა იცით რა ხდება ბავშვი ისეთი ისაა რომ რანაირად არის გინდა ერთი ადამიანის წინაშე უმღერია გინდა აუდიტორიის წინაშე მაგისთვის სულ ერთია ეს არის ნიჭი ის მღერის და არა აქვს ანუ ის არ აქვს ემოცია რო ვთქვა რომ აი შიშის ფაქტორი დაბნეულობის ფაქტორი ის იღებს სიამოვნებას თავის სიმღერაზე იღებს სიამოვნებას და მაინტერესებს თუ აქვს მოთხოვნილება რომ კიდევ და კიდევ იმღეროს დაუშვათ თავის რეპერტუარი განაახლოს მუდმივად მთელი დარდიმანდის სიმღერები რაც კი არსებობს დარდიმანზე აბსოლუტურად ყველა იცის და რეპერტუარს თქვენ აწვდით თუ ის თავად არჩევს რაც მოსწონს თვითონ მღერის ძალიან კარგი და მე დარწმუნებული ვარ რომ წარმატებული იქნება მისი გამოსვლა როგორც ლიკასი ასევე ანანოსი და ქალბატონო მზია ზოგადად მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება რამდენად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ესე ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. თქვენ ბრძანდებით არასამთავრობო ორგანიზაცია იმედით გამოწვეული ხელების თავმჯდომარე, ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ, ვაჟი ყავთ ეგრეთ წოდებული შეზღუდული შესაძლებლობების. მოგესალმებით. იცით აი ამ ფესტივალის შესახებ რამოდენიმე წლის უკან გავიგე და აი ვერც იმავსქენი, ვერც მივხვდი ბოლომდე მის არს. შაშან უკვე კარგად გავათვითცნობიერე, კარგად ჩავიხედე და ძალიან მესიამოვნო და კმაყოფილი დავრჩი რომ თურმე შეიძლება რომ ჩვენი შვილებიც წარდგნენ ფართო საზოგადოების წინაშე და აჩვენონ ის თავიანთი ნიჭი, რასაც ვერ ხედავენ, საზოგადოება ვერ ხედავს, იცით? იმიტომ რომ მაინც ესენი ჩაკეტილები არიან, ასე არ არიან, იმიტომ რომ ზოგს გადაადგილების პრობლემა აქვს, ზოგს მხედველობის სმენის, გონებრივი ჩამოჩენა და აქ აუცილებელი არის რომ დამხმარეყავდეთ. ძალიან ცოტა არის ისეთი, რომელიც თვითონ აახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას და საზოგადოებასთან ურთიერთობას და ეს იცით უკვე ასეთი ფესტივალები აძლევენ ამ ბავშვებს, ოჯახებს იმ საშუალებას, რომ აჩვენონ მათ თავიანთი შესაძლებლობა, ოჯახებმაც გაიხარონ თვითონაც და საზოგადოებაც
მიხდეს იმას რომ შეუძლიათ ამ ბავშვებს და ნუ დაუკარგავენ და იცით კიდე აი რომ ვუყურებ რომ ესეთ ფესტივალები ტარდება საზღვარგარეთ აი ხო გვესმის ვკითხულობთ ეხლა Facebook-ის საშუალებით სოციალური ქსელი ძალიან ბევრი იმის ინფორმაცია ძალიან ბევრია ხო აი ჩემი შვილი მაგალითად ხელა ინფორმაციას ფლობს რომ მე უკვე აღარ მჭირდება Facebook-ში შეძრომა მისგან ვიგებ ყველაფერს მე არც ვიცოდი თუ ხატვა იყო ეხლა მართლა დღეს გავიგე რომ ხატვაც არის ლუიზასგან მე ვიცოდი რომ იყო სიმღერა და იყო ცეკვა იმიტომ რომ არიან რომ ძალიან ბევრი ხატავს ძალიან ბევრს ხელსაქმე აქვს შეუძლია აჩვენოს ის თავის ნიჭი და ხო შეიძლება რომ აი საქართველოშიც მოიძებნოს ვინმე მეცენატი თუნდაც რომ აი ასეთი ფართო მასშტაბით კი არა აი თუნდაც რაღაცა დაიწყონ და აი თბილისის მასშტაბით მე გავავცოთ და ჩავთოთ იქ რეგიონები და რაღაცა იმიტომ რომ ოჯახები ის დათრგუნული ოჯახები მე აი რაღაცა განტვირთვა ხდება ისინი ხალისდებიან თვითონ ბავშვებს ხო უხარიათ და ნუ აი მე მინახია მათი ნამუშევრები აი მე არც ველოდი თუ ისინი ასეთ რაღაცებს აკეთებენ ჩვენ ამ თემაზე საუბარს რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ ასე რომ დაგველოდეთ ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე ნინო მეუნარგიასთან ერთად ჩვენ აქ ვართ მე დაგიბრუნდით სტუმრებთან ერთად შეგახსენებთ დღეს ჩემი გადაცემის სტუმრები ბრძანდებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები ქალბატონი მზია ჯანიაშვილი ქალბატონი ლუიზა გაბიაძე და ქალბატონი მზია ქველაძე ხოლო საუბრის თემა კი არის ფესტივალი რომელიც სტამბულში გაიმართება 20-დან 25 აპრილის ჩათვლით სახელწოდებით მომღიბარი ბავშვები და ჩვენ უკვე პირველ ბლოკში ვისაუბრეთ ამის შესახებ ჩვენი ქართველი არაჩვეულებრივი ბავშვები მიემგზავრებიან ფესტივალზე ქალბატონო ლუიზა მე მინდა ისევ თქვენ დაგიბრუნდეთ თქვენ როგორც ბრძანეთ ეს ფესტივალი უკვე მე-9 წელიწადია რაც სტარტდება და თქვენი ქალიშვილი ლიკა მეორეჯერ მიემგზავრება და ვინც ახლა შემოგვერთა მათ საყურადღებოდ მინდა აღვნიშნო რომ ლიკა ფართო მაყურებლის წინაშე წარსდგება საცეკვაო ნომრით და მე დარწმუნებული ვარ რომ არაჩვეულებრივი სანახაობა იქნება ეს ყველაფერი ძალიან კარგი მაგრამ მაინტერესებს ვინ გეხმარებათ ამ ყველაფერში ანუ ამას სჭირდება რასაკვირველია ორგანიზება ქართული მხრიდან გასაგებია იქ ფესტივალზე თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ყველაფრით მოკლედ ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ჩვენ მოგვაწოდა არასამთავრობო ორგანიზაციამ ბავშვი ოჯახის საზოგადოება რომლის ხელმძღვანელია ქალბატონი მაია ბიბილეიშვილი რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს მაია ბიბილეიშვილთან ერთად ამ ორგანიზაციასთან ერთად ჩართული არის ამ საკითხში მერია ქალაქის მერია და ის უზრუნველყოფს ბავშვების ტრანსპორტირებას და იქ მიმწვევი ორგანიზაცია მასპინძლობს და მაინტერესებს ქალბატონ მზია დავუშვათ სურვილი აქვს მშობელს მის ბავშვს აქვს გარკვეული ტალანტი რომ გაემგზავროს ფესტივალზე ვის უნდა მიმართოს სამომავლოდ ალბათ ჩვენ ამ საკითხს გვიგვარებს არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვი ოჯახის საზოგადოება სადაც ჩვენი შვილები დღის ცენტრში დადიან და ასეთი ის არის იქ მუშაობს ქალბატონი ჟუჟუნა ღვინიაშვილი რომელიც ამ პროექტს ამ ხალხთან თანამშრომლობს და ის აკეთებს ხოლმე ის აგვარებს ამ საკითხებს ანუ ისე იგი არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს ბავშვი მარტო დამოუკიდებლად ალბათ შობელი ამას შეცდომით და ქალბატონო მზია მე მაინტერესებს თქვენ სხვაჩვენს ძალიან ისეთი საინტერესო იდეა წამოჭერით რომ საქართველოშიც უნდა ჩატარდეს მსგავსი ფესტივალები კარგი იქნება ეს იმისთვის რომ ამ ბავშვებმა შეძლონ თავიანთი ალანტის გამომჟღავნება თავის წარმოჩენა საზოგადოებას დაანახონ. გასაგებია თურქეთში ჩავლენ ბავშვები, იქ არაერთი ქვეყნიდან იქნებიან წარმომადგენლები, მაგრამ ჩვენი საზოგადოება მაინც ნაკლებად ინფორმირებულია. და როგორ ხედავთ თქვენ დავუშვათ, როგორ თვლით, ანუ ვინ და მოკიდოს ამას ხელი, იმიტომ რომ ეს არც თუ ისე იოლია, ხო? დიახ. ქალაქის მერია, იმიტომ რომ ქარის ესეთი განყოფილება, რომელსაც შეუძლია რომ თავისუფლად იმუშაოს ამ თემაზე და არც ისე ძნელი არ არის ამ ბავშვების მოძიება, ვინაიდან ეს ბავშვები უკვე ჩართულები არიან დღის ცენტრებში და კარგად იციან იმ დღის ცენტრების ხელმძღვანელებმა
თავიანთი ბენეფიციარების შესაძლებლობები. დიახ, რაც შეეხება რეგიონს, ცოტა მძიმე მდგომარეობაა. რეგიონებშიც არის დღის ცენტრები. უკვე დაიწყო ნელ-ნელა ახლა 90-იან წლების და 2000 წლის დასაწყისში ასე ფართოდ არ იყო. ახლა ვერ ვიტყვით, რომ ის დონია რეგიონებში როგორც თბილისში, მაგრამ იქაც არის უკვე და საკმაოდ კარგად მუშაობენ, იცით, რეგიონებში. თქვენ ვერ წარმოიდგენთ სულ თავიანთი მოძიებული და ენთუზიაზმზე. მე ვიცი, მაგათაც კახეთში არაჩვეულებრივად მუშაობენ ძალიან და ისეთ რაღაცებს აკეთებენ, აი გაოგნებული ვარ თექისგან, აი ნიორი იყო გაკეთებული თექისგან, აი შევიშალეთ. არაჩვეულებრივი ნამუშევრები. როგორი გაკეთებული, აი როგორი დახვეწილი, ამას ბავშვები აკეთებენ. პედაგოგებმა იციან ბავშვების შესაძლებლობა და იმის მიხედვით ხდება იმ ბავშვების გადანაწილება, განა ისე რომ მას არ შეუძლია და მაინც ის. არაჩვეულებრივად მუშაობენ და ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ, რომ აი ასეთი დღის ცენტრები არის, იმიტომ რომ შენ შეიძლება მშობელმა ვერ დაინახო ის რა დევს შენ შვილში და იქ უკვე ხდება ამათი სრული გამოვლინება, ეს კონცენტრაცია, მოტივირება და ეს ყველაფერი. თავარი იყო სურვილი და ინიციატივა. აი დღის ცენტრები, იცით რა კარგად მუშაობენ, არაჩვეულებრივი ინსტრუმენტები აქვს. არის თეონა ყაჭეიშვილი არის და 198-ია სკოლა, ახوار მეშლება. ბენდი აქვს გაკეთებული და ნუ აი არ ვიცი რა. ჩვენ თურმე აქვს ცოდნია რა შეუძლია. თუმცა ფართო საზოგადოებისთვის არ არის ეს. არა, ნამდვილად არა. ახლა სიცოცხლის ხის საშუალებით მოხდა რომ აი შეუძინეს ინსტრუმენტები ზოგს და რაღაცა, მაგრამ არის კიდე სხვა პროექტები, სადაც შეიძლება რომ გამოავლინონ ბავშვებთან. აი თქვენ ძანეთ რომ არაჩვეულებრივი ბენდია, თუ მსგავსი ფესტივალი, რაც ახლა თურქეთში ჩატარდება, ხო, მოეწყობა საქართველოში, მაშინ შესაძლებლობა მიეცემა თუნდაც ბენდს რომ მონაწილეობა მიიღოს. კომუნიკაციის საშუალება არის ეს ფესტივალი. თუ ისინი ინდივიდუალურად ვერ ახერხებენ, ხომ არის ბავშვთა დაცვის დღე არის, იქ მერი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და დღე და რაღაცები. აი მე ვამბობ ამას 10 წლის უკანდელ ამბავს, 7-8 წლის უკანდელ, რომ ძალიან ფართოდ ეწყობოდა თუნდაც ვაკის პარკში, სხვადასხვა ადგილებზე. მე ეს ბავშვებიც გამოდიოდნენ, მღეროდნენ, იქ მარტო ესენი არ იყვნენ, სხვაებიც იყვნენ. მე მაქვს ვიდეოები გადაღებული და შენახული. ისეთი ისეთი მხიარულება იყო, რაღაცა мотиваცია იყო. მე რატო ჩაკვდა და რატო გაქრა ეს არ ვიცი. ახლა ისევე დაიწყო, ისევ წამოვიდა და იქნებ უფრო მეტად სახელმწიფო დამერწმუნდეთ მშობლებზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული და მე დარწმუნებული ვარ რომ მარტო მშობლების მოთხოვნილება არ არის. აქ სახელმწიფოც უნდა დაგეკეთოს ერთობლივად, რასაკურლეს უნდა მოხდეს ერთობლივად და ქალბატონო მზია, თქვენ ვისი დახმარებით მიემგზავრებით? ან თქვენ ბრძანეთ რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ წარგადგინათ, მაგრამ ხარჯია, თანხა, გამგზავრება, ტრანსპორტირება, ანუ იქ თურქეთში თავისი ხარჯებით კეთდება ყველაფერი, მაგრამ აქედან თქვენი ეთერით მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ქალაქის მერიას, ბატონ რატი იონათამიშვილს და ბატონ გივი ჩივიაშვილს, რომლებიც მხარში ამოგვიდგნენ მართლა ასეთ ბავშვებს გვერდი დაუდგნენ და თვითმფრინავით გვამგზავრებენ აქედან და იქიდან. ძალიან კარგი და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ თუ მოვინდომებთ სახელმწიფოც გვერდში დაგვიდგება. ხო, არა, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან და მოხდეს ეს. ჩვენი მხრიდან უნდა იყოს ინიციატივა. იმიტომ რომ ბევრი მშობელი კიდევ მაინც პესიმისტურად არის განწყობილი და არაერთი შეძახილებით არ უნდა რა, არის ესეთი, მაგრამ არის ისეთი კატეგორია, რომ აი და შედეგებიც აქვს კიდევაც იმ ოჯახებს. რასაკვირველია. არისვენებს და მიშვილ შეუძლია თუ არ შეუძლია, მაინც უნდა რომ იყოს ჩართული და მე იქიდან რაღაცა რჩება იმ ბავშვს. და მე დარწმუნებული ვარ თქვენ ვიდეო მასალას ჩამოიტანთ ქალბატონი ლუიზა, ქალბატონი მზია, იმისთვის რომ ფართო საზოგადოებამ ეს ყველაფერი ნახოს და მე შესაბამისად შესაძლებელია მსგავსი ფესტივალები უკვე საქართველოშიც მოეწყოს. და ქალბატონი მზია, თქვენ ბრძანდებით პროექტი ჩვენი თვალით დახატული სამყაროს ავტორი. მე მაინტერესებს რა სითვალისწინებს ეს პროექტი.
რა არის თქვენი გეგმა, სამომავლო და რა მდგომარეობაა დღეს? ანუ ეს პროექტი განხორციელდება თუ არა, იმიტომ რომ ძალიან კარგი მე გამეცანით. იმიტომ რომ იდეა არის ჩემი შვილის, ჩემ და გასაკვირვად ხატვა დაიწყო, მიუხედავად იმისა, მე სპეციალობით არქიტექტორი ვარ, რამდენი წელიწადია ფანქარი არ დამიკავებია ხელში, მაგრამ ხატო გაგიკვირდა. არა, ერთ დღესაც, არა, გამიკვირდა, იმიტომ რომ აი უცბად და ასეთი ნამუშევრები და გრაფიკა მაგრამ გიორგი ხატავს ამას ყველაფერს კომპიუტერში, მაუსით ან ტელეფონში ფიქის საშუალებით. იქ არის პროგრამები, მაგრამ შენ ახლა მეც გავაკეთე, მაგრამ არაფერი არ გამომივიდა, იმას აქვს მოსდის ეს და ერთი ხელის მოსმით აკეთებს. და გრაფიკულები აქვს ისეთი, რომ აი განციფრებული ვარ პირდაპირ, კარგად აი დამთავრებული აკადემია დამთავრებულები რო არიან და ბოლომდე რო არის. აი ისეთი ხაზებია იქ, რომ ეს უნდა ისწავლოს. რამდენი წლის არის? გიორგი არის 16 წლის. და თვითონ გაუჩნდა, იმიტომ რომ გიორგი კარგად იცის კომპიუტერი, ძალიან ბევრ პროგრამებს თვითონ სწავლობს, ეხლა დადის ვებ დიზაინი, ინდიზაინი და რაღაცები ჯიპაში სწავლობს კიდე, მაგრამ აი ეს არის ისეთი პროექტები, რომელიც ცხადდება, კონკურსები და სულ მეხვეწებოდა, რომ დედა შევიტანოთ და რაღაცა გავაკეთოთ და შევიტანოთ, თვითონ შეიტანა, ჩემ დაუმოუკიდებლად, მე დამიკავშირდნენ და მითხრეს და არ არის ისო, უნდა აპლიკაციაო კარგად შეივსოს, შევავსეთ ეს აპლიკაცია, გავაგზავნეთ, ჩავერთეთ ჩვენ ამ პროექტში, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ გავიმარჯვოთ, მაგრამ რაღაცა საზოგადოება არ გვიჭერს მხარს, მიუხედავად ჩვენი არაერთ გზის მიმართვისა, ვიყავით სკოლებში, ვთხოვეთ, აუხსენით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ამ ბავშვებისთვის, იმიტომ რომ იცით როგორ ხარიათ ის მინიმალური წარმატებაც, აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ისეთი გახარებულები არიან, ისეთი რომ აი რო შეაქებენ ის სიმღერა ის და ხარია თუ არა. ამათ სხვანაირად ხარიათ, მაინც განსაკუთრებული, ხო, აი ის პატაწინა ისეთი აღფრთოვანებული, აი ეს პატარა სიგელი, ის პატარა საჩუქარი ის რაღაც თავიდან ძალიან ის იყო. ახლა გაჩერდა, ხან დღე გადის ერთი ხმა არ ვიგროვდება თვის ბოლომდე 30 რიცხვამდე უნდა მოგროვდეს ეს ხმა. სკოლებში ვიყავით, ვთხოვეთ, აუხსენით, ვაჩვენეთ რომ რა უნდა გავაკეთოთ. ის თანხა, რომელიც არის გამოყოფილი ამ პროექტისთვის, იქ ერთი გამარჯვებული უნდა იყოს. ის აბსოლუტურად აიხარჯებოდა ამ ბავშვებზე, გაკეთებოდა გამოფენა, ეს ჩარჩოებში ჩაისმეოდა, გაუკეთებოდა თალაფურშეთი, გაუკეთებოდათ საჩუქრები, ყველა ბავშვს გაუკეთებოდა, მაგრამ სამი პრიზი იქნებოდა უკვე სოლიდური პრიზი და ძალიან გვინდა, ძალიან ბევრს ვწვალობ, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს. რას აღარ ვაკეთებთ, ქალბატონი მზია, მე იქ კიდე ჩვენი მეგობრები, ვავრცელებთ. არ ვიცი, ვერ გავიგე. აი, თითქოს იმას ქნა, ტაბუ დაედო ამ იმას და არა. მე ჩემი შვილი თავის Facebook-ის გვერდიდანაც ავრცელებდა და რამოდენიმე ისეთი შეურაცხმყოფელი ტექსტები მოსწერა, რომ რა გააჭირეთ საქმე ამ მეტლიანებმაო. სამწუხაროდ მსგავსი ფაქტები დაფიქსირებულია. აი შენ არ მოგცემო ხმას, აი იმას კი ბატონო, კი გენაცვალე, მიეც იმას ხმა, მაგრამ ნუ დავწყვეტავთ გულს ასეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით ამ ბავშვებს. ასე მგონია, რომ მსგავს კომენტარს ყურადღება არ უნდა მიაქცევს. არც ვაქცევთ, რომ მიგვექცია ყურადღება ჩვენამდე ვერ მივახცევდით. დიახ, მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ უბრალოდ არ უნდა მიიღოს. სამწუხაროდ არის კატეგორია, რომელიც არაადეკვატურად უთგება, არაადეკვატურია მათი აზროვნება. მეც ბევრი რამე არ მომწონს, მაგრამ ფიში არ ვახდით და გაჩუმებული ვარ. ეს არის მათი პრობლემა. ის არის და გაჩუმდი თუ არ მეხმარები, გაჩუმდი. რასაკვირველია, მაგრამ მოდით ეს პრობლემა მათ დაუტოვოთ, ეს მათი პრობლემა და ნუ მივაქცევთ ყურადღებას, ეს მე მგონი არის არაჩვეულებრივი გამოსავალი. 16 წელიწადია, საერთოდ არ ვაქცევ და ვცდილობ უფრო მეტად გავჭრა და წინ გავიყვანო ასეთი კატეგორიის ბავშვები. აქ ჩემში ყველაზე ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ, სულშულებზე უფრო მეც ვფიქრობ, იმიტომ რომ იმათვის რო გავაკეთებ, ჩემი შულისთვისაც გაკეთდება ანალოგიურად და სახელმწიფოსაც მინდა რომ მიმართო ცოტა უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ, იმიტომ რომ ის რაც შეგვპირდნენ ჩვენ
არ შესრულდა ისე როგორც დაგვპირდნენ ძალიან ცოტა თანხები დაუმატეს ამ ბავშვებს რეაბილიტაციას გულისხმობს ხო იმიტომ რომ 7 კურსი კი დაინიშნა მაგრამ იმ 7 კურსს უკაცრავად თანხებიც უნდა მიუმატო თუ არა ახლა ქაღალდზე დაწერე იმ 7 კურსმა გამოიწვია რომ ძალიან ცოტა ხალხი დაფინანსდა მე რაღაცა თქვენი გამოსვლებით და ცოტა დაუმატეს ეს და აქვე მინდა აღვნიშნო თქვენ იმიტომ აღნიშნეთ ეს რეაბილიტაცია რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის თუნდაც რომ მე ბავშვებმა აი მსგავს ფესტივალებში მიიღონ მონაწილეობა, რეაბილიტაცია. ეს სხვა გადაცემის თემაა, მე თქვენ აუცილებლად მოგიწევთ და ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს უნიშნელოვანესია იმისთვის, რომ ინტეგრირება მოხდეს საზოგადოებაში. და მაინტერესებს, როგორია თქვენი მოლოდინი. ალბათ ძალიან ისეთი ოპტიმისტური განწყობა გაქვთ და რაც შეეხება წარმატებას, ანუ არის თუ არა ნომინაციები, დავშვეთ ისევ ფესტივალის თემას ვუბრუნდები, არის თუ არა პრიზები, თუ ეს უბრალოდ როგორც თქვენ ბრძანეთ, ფესტივალი იმართება კომუნიკაციისთვის. ეს ფესტივალი იმართება კომუნიკაციისთვის და იმისთვის, რომ ბავშვებმა თავისი ნიჭი აჩვენონ სხვებსაც. არ არის განსაკუთრებული ნომინაციები, არის ყველასთან ერთნაირი მიდგომა. აძლევენ ბავშვებს საჩუქრებს და პარალელურად ამისა გარდა იმისა რომ ტარდება იქ კონცერტი, გალა კონცერტი, ბავშვები დაყავთ ექსკურსიაზე, მუზეუმში. სამოგზაუროდ არის ძალიან კარგი დატვირთვა, გართობა. ემოციური ფონი არის არაჩვეულებრივი. ქალბატონო მზია, როდის მიემგზავრებით? ჩვენ მივემგზავრებით 20-ში დილის 11 საათზე მივფრინავთ უკვე. და ალბათ საათ ნახევარში იქ ვიქნებით უკვე. ძალიან კარგი, მე რაღა დარჩენია, მე გისურვებთ წარმატებას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვები ისევ და ისევ გააოცებენ იქ საზოგადოებას, იმიტომ რომ ქართული სიმღერა, ქართული ცეკვა, მე მგონი მართლაც არაჩვეულებრივია და კარგია, რომ ამას დიდი მასშტაბები აქვს და მე ისევ და ისევ ვისურვებდი, რომ საქართველოშიც მოეწყოს ანალოგიური ფესტივალები, არა მარტო ქართული ბავშვებისთვის, მოდით დავიწყოთ ქართული ბავშვებით და მე მოვიწვიოთ, ხო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, როგორც თქვენ ბრძანეთ. ქალბატონო მზია და მე მინდა თქვენ უსურვოთ, თქვენ არ მიემგზავრებით და მე მინდა მე არ მიემგზავრებ, მაგრამ ჩემი სულდაგული მათთან არის მინდა წარმატებული დღეები გქონდეთ, წარმატებულები დაბრუნდნენ და მათი სიხარული ანალოგიურად გადმოგვდება ჩვენ და მე მთელი წელიწადი მართლა რაღაც სხვანაირი ენერგიით ხარ დამუხტულები, სხვა შემართება გაქვს და უფრო მეტი იდეები მოგდის. ველოდებით ვიდეო მასალას. კი, აუცილებლად დაგვიდებენ თურმე Facebook-ზე. შარშან ესე გაუკეთებიათ. და თქვენ ჩამობრძანდებით 25-ში. გვიან 25-ში გვიან. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, ისევ და ისევ გისურვებთ წარმატებას. დიდი მადლობა დროებით. უყურებთ, მაგრამ ვერ ვხედავთ. ვამჩნევთ, მაგრამ ვერიდებით. ვპირდებით, მაგრამ გვავიწყდება. დროა შევიცვალოთ მენტალობა. დროა გავიგოთ მათზე მეტი და ვუთხრათ, ჩვენ აქ ვართ. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ.